ამ საქმიანობას ვეწევით ახლა, რასაც თქვენ უყურებთ, სადაც თქვენ იყოფებით, სადღაც 10 წელი უფრო მეტი გამოცდილება მაქვს აქ რულონური გაზონების წარმოების. ასევე სპორტული მოედნების დაპროექტება, მე შემდეგ ნატურაში მოყვანა მისი მთლიანი პაკეტი. 10 წლის განმავლობაში სადღაც 10-მდე სტადიონი მაქვს გაკეთებული საქართველოში. პირველები ვიყავით ჩვენ ფაქტიურად პიონერები. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ესეთი სერიოზული პროექტი ჩვენი იყო ეროვნული სტადიონის, დინამოს სტადიონის რეკონსტრუქცია 2006 წელს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც სიმბოლურიც არის. ეროვნულ სტადიონზე პირველად საქართველოში დაიგო ქართული წარმოების გაზონი. როდესაც ჩვენ გვთვლიდნენ, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და ყველაფერი შემოდიოდა, ექსპორტი ხდებოდა გაზონებისაც და ეხლაც ხდება ექსპორტი გაზონების ძალიან დიდი რაოდენობით სტადიონებზე. და ჩვენ შევძელით ამის გაკეთება. რაც ჩვენ მოღვაწეობთ ამ სფეროში, ამ ბიზნესში, გაზონებს რატო ჭრიო, მასეთი რამე არ მოსვლია თავში არავის. 2013 წლის ნოემბერში მე მქონდა ტენდერი მოგებული რაგბის სტადიონი, ქუთაისში გამაკეთებინა. გედეის სამსახური შემოვიდა ჩვენთა ტერიტორიაზე, გაგვიჩერეს მანქანა, ყველაფერი წაგვიყვანეს გარემოსდაცვის სამინისტროში, შეადგინეს აქტები ეს და გვითხრეს, რომ არაფერს არ აშავებთო იმ დღეს. პრობლემა არ აქვს, დააგზელეთ მუშაობაო. გავიდა რაღაც პერიოდი და სასამართლოზე გადაცეს ეს საკითხი. კონკრეტულად გვეუბნებიან, რომ გუმუსი, ნაყოფიერი ფენა იჭრება ბალახთან ერთად, სანტიმეტრი ნახევარი 2 სანტიმეტრი და ეს არის კანონდარღვევა, რომელიც არის 92 წლის რაღაც კანონში, რომ ნაყოფიერი ფენის მოჭრა ანგარების მიზნით და გატანა რეალიზება აკრძალულია. ლაბორატორიული ანალიზის გარეშე, არანაირი ტესტის გარეშე აგიზომოს სახაზავით და გიდგენს დასკვნას, აი ამდენი გუმუსი გავიდა აქედან. აი ესე დასკვნა დამიდეს. ლაბორატორიაში რატო არ წაიღეთ მე? იქნებ გუმუსი საერთოდ არ იყო აქ. იქნებ ნეიტრალურ ნიადაგზე დავთესეს, რომელიც უარგისია. ზეპირად ეს დადეს, იქ შენიშნვა მომცეს სასამართლოზე, რომ იცით რა, მეორედ აღარ დააშავოთ ესეთი რამე. თუ მე ამას ჭრი სადღაც ქალაქში მიმაგ და ეკოლოგიისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებ. თქო რომ იხშობა მთელი თბილისი ამ სმოგში და ამ ბორშ და გამონაბოლქში. 100-400 კვადრატული მეტრი გაზონი 4 ადამიანის დღიურ ნორმას ჟანგბადის და ქალაქში ხ წარმოიდგინეთ. არც ტენდერია გამოცხადებული თბილისში გაზონის დაგებაზე. არცად არაფერი, იმიტომ რომ გარემოსდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ არ უნდა მოვიყვანოთ ჩვენ გაზონები საქართველოში. მივაკითხეთ ჩვენ გარემოსდაცვის სამინისტროზე, არ ინერვიულოთ, აი სიტყვას თქვით გეუბნებით, ჩვენ ვქმნით კომისიას, უწყებათა შორის კომისიას, ეკონომიკის სამინისტროდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და გარემოსდაცვის ნაკრებს. და ისინი მუშაობენ ამ თემაზე და ძალიან მალე მოგაწვდით რეგულაციებს. წელიწადი და 3 თვეა რა თითქმის გასული, აბსოლუტურად არაფერი არ ისმის. ეხლა პარლამენტში უნდა გაიტანონ. ვეკითხე მეუბნები, ის რაც უნდა გაიტანოთ პარლამენტში, ის მოგვეცით რა, რომ ჩვენ ვიხემძღვანელოთ რომიდის, ხო აქ აგროვადებია სოფლის მეურნეობაში. მე ვარ ეხლა ბანკროტი, გაკოტრებული კომპანიას ელაპარაკებით ეხლა თქვენ, რომელსაც არაფერი აღარ გააჩნია. არც ხელფასი, არც აქტივები არაფერი ცარიელი მიწაა გახრიოკებული. ეს რაღაც ახლა ჩვენ ვიყოფეთ, აი ჩემი საკუთრება, ჩემი საკუთარი მიწა. როგორ გონიათ მე ჩემს საკუთარ მიწას ისე გამოვფიტავ, ისე გავანადგურებ და გავავერანებ, რომ მე გავიდე აქედან და მივაგდო და დავაგდო ისე, ხო ეს ხო ნონსენსია, ხო ეს რამე არ შეიძლება. ყველანაირად ვცდილობ მე. აქ აზოტით შემომაქვს, ფოსფორი, კალიუმი, ორგანული სასუქი, ლამი, ტორფი, ყველაფერი თუ რამე არის, რომელიც გამამდიდეს, ნათიბი ბალახს ტოვებ, თუ რამე შეიძლება გამამდიდოს ეს ნიადაგი ყველაფერი შემომაქვს. იმიტომ სხვანაირად არ შეიძლება. ვერ მოიყვან უბრალოდ ბალახს, თუ შენ არ შეიტანე ინგრედიენტები, რომელიც ამას გამამდიდრებს და კაი რეზულტატს მოგცემს. ავიღოთ ევროპული პრაქტიკა. რატო არ იღებენ ევროპულ პრაქტიკას, როგორც ევროპაში მუშაობენ? რატო? იქ ევროპაში ესეაო, ჩვენთან ესეაო. ნუ აი ესეთი არგუმენტი აი ჩემს გავგებარია. მე ოჯახი უნდა შევინახო, ჩემი ნაცნობები უნდა შევინახო. აი ეს ხალხი მუშევარი დარჩა, წელიწადნახევარია. თითქმის ფრონტის ხაზზე ვართ რა ჩვენ. 200 მეტრში არის საზღვარი. აქეთ პოსტია, აქეთაც პოსტია, ხო მეორე? და აქ მეტი წარმოება არ არსებობს. არ არის არანაირი წარმოება, აი 50 კილომეტრის რადიუსში ალბათ, გორში ალბათ არის. და ეს ხალხი ჩემს იმედზეა, რომ მე რაღაცა მუშაობა დავიწყო, რომ ამ ხალხს ხელფასი გადაუხადო. არიან უმუშევრები, ყოველდღე მირეკავენ 40-50 კაცი მაინც მუშაობდა. მთელი წლის განმავლობაში. პლუს პერსონალი, ჩვენი კომპანიის დირექტორი, ბუღალტერი, აუდიტი, დაცვა და ასე შემდეგ და მუშაობდი აქ, იყო პატარა შემოსავალი. მეც ჩემი მეუღლეც მუშაობდით აქ, მაგრამ აი ეს რამდენიმე თვე ვართ უმუშევრები, ვარ ყარავდათ აქ დარაჯად. ვეთვალყურო ამ ფართობს ამ ტერიტორიაზე და 4 თვე არ ამიღია ხელფასი. პირდებიან კი იქნება დავიწყეთ მუშაობას, მაგრამ ამ
დღე და დღეებში 4 თვე უმუშავარი ვარ. ვარ ცხინვალი და დევრილი ტოლვილი კაცი. ცხინვალიდან. აგერ კოტეჯებში მაცხოვრებელი. იყო, კაი დრო იყო. მამუშავებდით ნაკვეთებს ეგ. მამუშავე მოყვავდა ბალახი 20, 30, 50 კაცამდე საქმეობლები ვიყავით. მე თუ არ ნაკლები არა. არა, რატო გაგვაჭერეს დღეს, რატო ვართ ესე არ ვიცით. დღესაც მუშაობდი შემოსაველიც კარგი იყო. რასაც ვიმსახურებდი შემოსაველიც ისა მქონდა. 2013 წლის სექტემბერში გავაფორმე იჯარა მომსახურების ხელშეკრულება მოიყვანე სანერგე მეურნეობის მიწაზე. დავთესე ბალახი და დღემდე მიზის აი ამ ბალახის მოყვანა და შენახვა 2 წელი თითქმის 55000 ლარი. აი ეს ადგილი იყო სულ ჯაგნარი დაუმუშავებელი მყამირი მიწა. ძალიან ისეთი კოლოსალური თანხები დაждდა ამის დამუშავება. დათესილი არის მშვენიერი ბალახი მოვიდა 1 წლის წინ უკვე უნდა გამეტანა ეს ბალახი და უნდა დამეგო აგერ პროექტები არის. გამოვიდა კანონი რომელიც რატომღაც აიგრძალა ამ რულონის წარმოება იმის მერე 1 წელი გადის ვთხოვთ სამინისტროს როგორღაც ვისაც დათესული ქონდა სანამ კანონი გამოვიდა და მანამდე ვისაც ქონდა როგორღაც დაგვეხმარეთ და ამგვაყიდინეთ ეს ჩვენი ქონება და მე შემდეგ დაგვიდეთ რეგულაცია როგორ მოვიყვანოთ თუ როგორ წარმოგვიდგენიათ რომ მოვიყვანოთ ეს და ეს საქმიანობა გაგრძელდეს და აი ლოდინის რეჟიმში ვარ თითქმის წელიწადი ნახევარი არის სამსოში მითხეს აი 7-8 სანტიმეტრს ჭრიო გადალუჩლება მოდით და ნახეთ ხო თქვენ მიწაზე არა მაქვს მოვჭრი მაქსიმუმი სანტიმეტრი ნახევარი აი 2 სანტიმეტრიც არა და ნახαμε თვითონ რომ მაგაზე მეტი არ მაქვს მოჭრილი და მე ეს მიწა აღდგენადი არის ნებისმიერი მიწა კარტოფილი და ნებისმიერი რაც გინდა მოიყვანო მიწაზე ნებისმიერი მწვანილი რომ მოიყვანო მაინც აღდგენა უნდა მე იმ მიწას და ზამთარში ამ ბალახს ძინავს და აი გაზაფხულიდან ზაფხულის შემოდგომა დაახლოებით თვეში 1-15-20 ადამიანს ვასაქმებდით ხოლმე აქ სოფელი არის პატარა იქიდან ამოყვავდა ხოლმე მუშები ხელფასო აზრით ჩვეულებრივად ნუ 20 ადამიანი ჭირდება ხოლმე რა როცა მორწყვა არის გამარგვლა არის სასუქის შეტანა არის ამას ყურადღება უნდა ისინიც ცოდები არის ყოველ დღე მირეკავენ აბა რავშებით არ ვიცხოთ გაზაფხული მოვიდა უკვე ნუ ეუნები კი ეხლა რა თქმა უნდა მიხედვა უნდა ამას მაგრამ უკვე იმის ფულიც აღარ მაქვს და იმის ფინანსებიც აღარ არისო ეხლა ისე თავიდან დავიწყო ამის მოვლა იმიტომ რომ უკვე გაყიდული და ყოფილიყო ეს ძალიან ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვარ უკვე იმის ფულის არ მაქვს რომ დავიწყო გათიბო აი ისე მოწყვა უკვე მოვიდა გაზაფხული ზაფხული და ისე არ მაქვს ეხლა დათესილი რომ ბიზნესმენი ვარ და რაღაც ფული გადავაგდ და ველოდები მთელი ცხოვრება მაქვს ჩადებული აბაში ბანკი არ დავტოვე და ბოლოს საფინანსო ორგანიზაციები და ბოლოს ლომბარდებამდე დავედი და ნუ გავჩედი და აი მოსულია ვსო აი აქამდე მოვედი და ამის მერე თუ არ მოხდება ამის დროზე რეალიზება უკვე ისიც მიჭის წარმოდგენაში აი როგორ გავაგრძელო ამის მოვლა სასუქი გათიბოა მორწყვა მთელი ზაფხული 10-15 ლარი დაჭირდება ამას და არაფერი აღარა მაქვს საერთოდ რა. ყველაფერი აქ ჩავდა. და ესეთ მდგომარეობაში ვარ და ძალიან ვთხოვთ რომ აი უკვე მოვიდა გაზაფხული უკვე ზაფხული დაიწყება მალე და ეხლა უნდა იყოს ბუმი ბალახის დაგების სტადიონებზე სკვერებში. აუ ეს ძალიან ვთხოვთ რა სამინისტროსაც და ყველა მოგვაქციოს და დროზე დაგვიდონ ეს რეგულაცია და ვისაც დარჩენილი გვაქვს ძალიან ცოტას გვაქვს დარჩენილი ეს ნათესი ბალახი რომ ამოგვაყიდინოთ რა. დიდი სათხუარი გვაქვს თვითონ გარემოსდაცვის სამინისტროსთან. მოქმედი კანონმდებლობით მიწის ნიადაგის დაცვის მიზნით იგრძალება მიწის ნაყოფიერი ფერის მოხსნა ანგარებით ან პირადი მიზნებისთვის ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც ის მნიშვნელოვნად აზიანებს ნიადაგის საფარს. 2013 წელს მთავრობა მიიღო დადგენილება, რომელიც გულისხმობს მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას და მისი გამოყენების შემთხვევაში მის რეკულტივაციას, თუმცა აღნიშნული რეგულაცია რულონური გაზონების მწარმოებლებს არ შეეხებათ, ამას ადასტურებს კიდევაც გარემოს დაცვის სამინისტრო. მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხდება მიწის საფარველის მოხსნა და მისი გადატანა და დასაწყობება სხვა ტერიტორიაზე, ხოლო რულონური ბიზნესის შემთხვევაში ხდება ბალახის საფარველის მოხსნა და მისი გამწვანების მიზნებისთვის გამოყენება. დაახლოებით წელიწად ნახევარი არის გარემოს დაცვის სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს ამ პრობლემურ საკითხს და მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავისუფლად იმოქმედონ და განახორციელონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა დღეს მდგომარეობით ეს კანონპროექტი არ არის შემუშავებული. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ამ ჯგუფში ჩართვა, რადგან შეგვეძლო წარმოგედგინა როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ისე გაგვეზიარებინა
მოგვიყვანა ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენც არ მიგვიღია არანაირი პასუხი. ჩვენ დავინტერესდით საერთაშორისო პრაქტიკით და ვთხოვეთ გერმანელ ექსპერტებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრების წარმოდგენა. Die Norm, die gibt sowohl für herkömmliche Bauweise als auch für Rollrasen. Und da sind ein paar Anregungen da drin, wie der zu schälen ist. Das heißt, in dieser Norm steht dann drin, dass maximal 2 Zentimeter dick geschält werden soll. Das heißt, da geht immer etwas Erde mit. Das ist nicht viel, aber es geht da Erde mit. Und das hat zur Folge, dass dann dieses Gelände, wo der Rasen entnommen wird, dass dann der Boden wieder aufgebessert wird, also verbessert wird. Denn ihm fehlt ja jetzt ein Teil des ursprünglichen Bodens. Und das wird in der Regel dann mit Sand und Zusatzstoffen erledigt. დღევანდელი კანონმდებლობით რულონური გაზონების წარმოება ხისტად არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კანონით ნიადაგის დაცვით შესახებ. და სამწუხაროდ ვერ გავრცელდება მთავრობის დადგენილება, რომელიც რეკულტივაციის წესს განსაზღვრავს. ზოგადად გარემოს დაცვით მენეჯმენტში ასე არის მიღებული, რომ ხისტი აკრძალვა ყოველთვის უარესად მუშაობს, ვიდრე რეგულირება. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ მთავრობის რეგლამენტით განისაზღვროს ის რეგულაციები, რომელიც საჭირო არის ამ რულონური გაზონის წარმოებისათვისაც და ეს საქმიანობა წარიმართოს ამ მიმართულებით. თუ კი ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი არის ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, მან აუცილებლად უმოკლეს ვადაში უნდა წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს რულონური ბიზნესის წარმოებას და შესაძლებლობას მისცემს ბიზნესმენებს, რომ თავისუფლად იმოქმედონ და განახორციელონ ის სამწარმოო საქმეება, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. სხვა შემთხვევაში ადგილობრივი მეწარმეები იძულებული გახდებიან, რომ შეაჩერონ თავიანთი ბიზნესი, რაც გამოიწვევს დასაქმებული პირების უმუშევრად დატოვებას, ასევე სახელმწიფო ვერ მიიღებს იმ გადასახადებს, რომელიც მათ შეეძლოთ მიიღოთ მეწარმეებისგან.